მოგესალმებით. ვასრულებ წინა ვიდეო ჩანაწერში ნათქვამ დანაპირებს და ამჟამად ვისაუბრებ იმ საკითხზე წინიდან დაბრუნება ედემში, რომელიც ეხება ბედყვილობის დროის დასასრულს. ალბათ ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც ბედისწერასა და ღმერთისადმი რწმენას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შესახებ ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა. რადგან სინამდვილეში, რასაც წარმოადგენს ბედისწერა და ღმერთისადმი ნამდვილი რწმენა, ამის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის ფლობას არ აქვს ადგილი ადამიანთა შემეცნებაში. ვინაიდან ადამიანური ცნობიერების საძირკველი სიცრუე სიმართლის ნარევის სიმართლით მიღების რწმენაზეა აგებული. ამის გამო ადამიანები ვერ არიან სათანადოდ გარკვეული იმაში, თუ რა როლი უკავია საკუთარი ბედისწერის შექმნაში იმ რწმენას, რომელიც თითოეულ პიროვნებას გააჩნია ღმერთის მიმართ. ამიტომაც უწოდებენ თავს მორწმუნეს ან არამორწმუნეს და ისეთნიც საკმაოდ არიან, რომელთაც ბედისწერის არსებობისა არ სჯერათ. თუმცა სინამდვილეში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ბედისწერისა და რაღაც დონეზე მაინც ღმერთისადმი რწმენის მქონეობის გარეშე იყოს. ვინაიდან და რადგანაც ადამიანური ცნობიერების შესაძლებლობა უკვე გაიზარდა იმ დონემდე, რომ შეძლოს ერთმანეთში გადარეული ტყუილისა და სიმართლის ნარევიდან მათი გამოდაცალკავება, ამიტომ გთხოვთ ყურადღებას და იმ ცოდნისადმი სერიოზული დამოკიდებულების გამოჩენას, რომელიც ახლა უნდა მოგაწოდოთ. რამე თუ ის არის ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს ადამიანს საიმისოდ, რომ თავიდან აიცილოს ყოველგვარი ის უბედურება, რაც ბოლო ჟამის დროის დამახასიათებელი აუცილებლობაა. ვეცდები ეს ცოდნა განმოწეს საყოველთაოდ გასაგები ახსნით, რისთვისაც ცოტა შორიდან მომიწევს დაწყება და მოკლე მიმოხილვის გაკეთება ადამიანთა მოდგმის შექმნის ისტორიის შესახებ. თუმცა მანამდე 2-3 სიტყვით ჩემს შესახებაც უნდა გაცნობოთ ის, რაც 2008 წლამდე მეც არ ვიცოდი. მოკლედ და პირდაპირ გეტყვით ამის შესახებ ყოველგვარი ახსნა და განმარტებების შესავლებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე. თქვენს წინაშია ის პიროვნება, რომლის აზროვნებასაც ღმერთის საზომის გადაწყვეტილებით ებოძა ბიბლიური კოდის ფლობის უნარი და მისი ცნობიერების არქივში ჩაწერილი იქნა მთელი ის ინფორმაცია, რომელიც კაცობრიობას დარჩა გასავლელი. ამიტომაც ჩემთვის ხელმისაწვდომია ყველა იმ ცვლილების გასწორება, რომელიც ბიბლიის მცნებათა დამახინჯებით წარმოდგენას ეხება და თანაც ყველა იმ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხის ცოდნა, რაც ამ სამყაროს ნამდვილი სახისა და დანიშნულების, ადამიანური ფენომენისა და მისიის შესახებ საკითხებს ეხება. რატომ არ ვიცოდი ამის შესახებ ადრე? რა თქმა უნდა, ამას აქვს პასუხი და ის შემდეგია. ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობას ასაკობრივად შესაბამისი ტვინი და თანაც გენეტიკური ნაყოფი სტატუსის მქონე გენი სჭირდება. რის გამოყვანასაც ემსახურებოდა საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის 1000 წლეულები, ხოლო რაც შეეხება ჩემი აზროვნების მიერ ამ ცოდნის ფლობის მოპოვების უფლებას, ის იოლიქსით არ მომხდარა. არამედ საკმაოდ ეკლიანი გზის გავლა მომიხდა და სხეულისათვის თვით მოკვდინების გამოვლაც კი, რომელიც აზროვნების გაუთიშავად მოხდა. მაგრამ საბედნიეროდ ეს გამოცდა გამარჯვებით დაგვიგვინდა და ღმერთის მიერ ბოძებული იმ ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვებაც გახდა შესაძლებელი, რომლის გაზიარებითაც კაცობრიობისათვის დახმარების გაწევა არის ის ერთადერთი საშუალება, რასაც შეუძლია ადამიანთა მოდგმის გადარჩენა. რამე თუ ამჟამინდელი მდგომარეობა გაცილებით ბევრად უფრო სავალალოა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეუძლია ადამიანურ ცნობიერებას. როცა მსოფლიო დონეზეა საუბარი, ცხადია ეს კითხვა იჩენს თავს. ჭეშმარიტების გაცხადება რატომ ინება უფალმა იმ დაჩაგრული ენით, რომელზედაც მეტყველებს ადამიანთა ძალზედ მცირედი რაოდენობა. ამაზე გიპასუხებთ შემდეგს. ღმერთმა იცის, რომელი გენი რისი შემძლია და ვისაც სათანადო შესაძლებლობებს არ მისცემს, მას არც მის შესახებ ამის ქმედებას არ მოსთხოვს. ამიტომ მსოფლიოში დაქსასული ქართველების მისიონური როლი ასეთია. აუცილებლად უნდა შეიცნონ ჭეშმარიტება და ამასთანავე სხვა ენებზე მოსაუბრე და ყურამდეც მიიტანონ იგი. ასეთია ღმერთის ნება და ცხადია მის აღსრულებას ვერაფერი დაუდგება წინ. მაშასა და მე დაუბრუნდები მთავარ საკითხს და მიმოვიხილავ კაცობრიობის შექმნის ისტორიას. გაცნობებთ, რომ ეს მატერიალური სამყარო ქმნილება, რომელიც დროებითია და არა მუდმივი. ის, რასაც ჩვენ მატერიალურს უწოდებთ, იმიტომ რომ ჩვენი თვალთახედვისათვის არის აღქმადი, ნაწარმოებია სულის გამატერიალებით და ადამიანთა მოდგმაც ასევეა შექმნილი სულის განსხეულებით, იმ გენეტიკური პროცესების კანონმდებლობით, რომელიც მთლიანი სამყაროს ფუნქციონირების პროგრამის ქვეპროგრამაა და სათავეს ანგელოზთაგან იღებს.
რომლის ისტორიაც ბიბლიაში არის აღწერილი და ის შემდეგია. ანგელოსთაგან ორმა, ცისკრის ანგელოზად წოდებულმა, იგივე ქრისტემ და მეორემ კი სატანამ სურვილი გამოთქვეს გენეტიკური მისიის შესრულებისა, რაც კაცობრიობის შექმნას ითვალისწინებდა. ქრისტემ გაიარა ეს პროცესი ისე, რომ გამარჯვებული გამოვიდა და მიღებული იქნა ნაყოფი ედემელი ადამი, ხოლო სატანა კი დამარცხდა და ცოდვით დაეცა. ამიტომაც გაძევებული იქნა ანგელოზთა დასიდან და დედამიწური მიზიდულობის იზოლაციაში მოექცა. რის შემდეგაც მუდმივად ცდილობს, რომ ადამიანთა მეშვეობით მიაღწიოს იმას, რაც ვერ შესძლო ანგელოზად ყოფნის დროს და ცხადია, რომ მისი ზრახვები საწინააღმდეგოა იმისა, რაც ქრისტესია. ამ ბრძოლის პროცესშია ჩაბმული კაცობრიობა დასაბამიდან დღემდე და ემოაცია კიდეც იმ დრომ, როცა საკაცობრიო გენეტიკური ნაყოფი, გონიერი გენი უნდა იქნას მიღებული, რომლის გამოსაყვანადაც იქნა დაარსებული ადამიანთა მოდგმა. გამომდინარე იმ მიზეზიდან, რაზედაც ახლა ვისაუბრე და მას ადამიანური აზროვნების გადაგვარებაში სატანის მიერ განხორციელებული მცდელობები ჰქვია, მან ისეთი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცნობიერებაზე, რომ კაცობრიობა ბედღული გზით ატარა და ახლა კი უფსკვლისპირას გაამწყება. ასეთია ზუსტი შეფასება იმ მდგომარეობისა, რომელშიაც კაცობრიობა ამჟამად იმყოფება. რასაც ადასტურებს ყოველდღიური სტატისტიკა, ადამიანებს თავსდად ხელ უბედურება და მზარდი მასშტაბები რომ ცხადყოფენ. გამოსავალი კი მხოლოდ ერთადერთია და არის ჭეშმარიტი ცოდნის ფლობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბედღურობის ბედნიერებად შეცვლა. რისთვისაც ჯერ საჭიროა კარგად გარკვევა იმისა, თუ რა პრინციპით ფუნქციონირებს ბედისწერა და როგორ იწერს ადამიანი საკუთარ ბედს. ამისათვის კი მოკლედ მიმოვიხილავ ადამიანური ფენომენის მონახატს, რათა ყველამ იცოდეს ის, თუ რა შესაძლებლობები მიანიჭა ადამიანს ღმერთმა და ის კი როგორ ვერ იყენებს მას. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი სულის და სხეულის ნაერთით მიღებული ერთობაა. სული კოსმიური ველია და ამიტომაც კოსმოსიდან იზიდავს უცოდველი სხეული, რადგანაც მხოლოდ ასეთ სხეულს შესწევს ძალა მისი მოზიდვისა. ვინაიდან სხეულის უჯრედები სულისაგან არის ნაწარმოები, ამიტომ სხეული ზემოქმედებს მასზე იმგვარად, რომ შეუძლია მასთან მყოფი სული ან ამაღლოს და ან დაანდაბლოს. რას ნიშნავს სულის ამაღლება ან დანდაბლება? ფიზიკური თვალსაზრისით ეს ნიშნავს ამაღლების შემთხვევაში სულის კოსმოსთან საკონტაქტო ტრაექტორიის გაზრდას, ხოლო დაცემის შემთხვევაში კი კოსმოსთან კავშირის გაწყვეტას და მხოლოდ დედამიწურ მიზიდულობაში ყოფნას. თვისობრივად კი ეს პროცესი გამოხატულებას პოვებს ადამიანის ხასიათში, რომელსაც ჩვენ ადამიანურ ბუნებას ვუწოდებთ. ამაღლებული სულის მქონე პიროვნებების საარსებო ძალა სიყვარულია და ისიც შემკულია კეთილი თვისებებით, უანგარობით და მისი პირიც კეთილმეტყველია. ხოლო დამდაბლებული სულის მქონე პიროვნებაში კი საარსებო ძალა ეგოიზმია, რომელიც ანგარებას, შურსა და ავმეტყველობას ძენს თავის პატრონს. რაც შეეხება ადამიანის ბედისწერას. აი რას გაცნობებთ მასზე. ადამიანი ამ სამყაროს ელემენტების შემადგენლობით შექმნილი არსებაა და მისი განუყოფელი ნაწილია. ამიტომ მას ამ საარსებო გარემოს გარეშე არსებობა არ შეუძლია. მატერიალური სამყაროს შექმნის პრინციპი საერთოა მასში შემავალი ყოველი ნაწილისათვის და ცხადია ეს ეხება ადამიანის შექმნასაც. რადგან მატერიალური წარმოებულია სულის დამდაბლების შედეგად მიღებული განსხეულებით, ამიტომაც არის მატერიალური სამყაროს საფუძველი მიზიდულობა განზიდულობის პროპორციის დარეგულირება და სწორედ ამას ემსახურება კიდეც სამყარული ძალები, რომელთა ფუნქციონირებაც დედამიწაზე კლიმატის სახით წარმოდგება და ადამიანში კი ბედისწერით. ადამიანის სხეული რომ სულისაგან არის მიღებული, ამას ადასტურებს ადამიანის ორგანიზმში ნაყოფის ჩასახვასა და მის განვითარებაში სულის როლის, რაზედაც ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია. დედის სახშოში ისახება სხეული და სული ანიჭებს მას ნაკვთებს. როგორც ეს არაერთის განმეცხადებია, ამას აკეთებს დედის სული, ხოლო დაბადებისთანავე კი სხეულს ეძლევა ჩასახვის მომენტიდან კოსმოსიდან დედამიწისაკენ დაძრული მისი ინდივიდუალური გენეტიკური კოდის შესაბამისი სული. ყოველივე ეს კარგად გასაზრებელი რომ იყოს, ამიტომია მოგახსენოთ იმის თაობაზე, რომ ამ სამყაროში სიძლიერის მაჩვენებელი სხეულების ფიზიკური ზომით არ განისაზღვრება, არამედ მათი შესატყვისის სულით. ამიტომ ადამიანის ძალას მისი სული განსაზღვრავს და არა სხეულის ფიზიკური ძალა. ხოლო რაც შეეხება ადამიანის სულის ძალას, მასზე იმის თქმა შემიძლია, რომ მისი ძალა არა მხოლოდ დედამიწური გარემოთი შემოიფარგლება, არამედ მთლიან ზის სისტემაშია ჩართული და ბედისწერის ფუნქციონირებაც სწორედ ამის დასტურია. ახლა კი ადამიანური ფენომენის იმ საიდუმლოს შესახებ გაცნობეთ,
რაც აქამდე დაფარული იყო ადამიანთა ცნობიერებისათვის და ცხადია, რომ ეს სატანის ძალისხმევისთვის იყო ასე. ამ საიდუმლოს ფარდის ასახდელად მოკლედ მიმოვიხილავ კაცობრიობის არსს. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ამ სამყაროსათვის ადამიანთა მოდგმა განიხილება მთლიან კონტექსტში. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე მართალია პიროვნებათა რაოდენობრიობა სხვადასხვა დროის სხვადასხვა, მაგრამ საკაცობრიო სულის ძალის სიდიდე თითქმის მუდმივია და მისი მერყეობა მოქცეულია დაწესებული ნიშნულის მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვას შორის. რომლის ზღვაზე გადასვლაც არ არის დაშვებული და თუ კი საფრთხე გაჩნდება ამისა, მაშინ სასწრაფოდ აქტიურ ფაზაში გადადიან სამყარული ძალები და მყისიერად აწესწორებენ მდგომარეობას. რას ნიშნავს საკაცობრიო სულის სიდიდე? ამ საკითხზე მინდა მოგაწოდოთ ცნობები. ამ სამყაროს ასე ზედმიწევნით ზუსტად და მოწესრიგებულად ფუნქციონირების მიზეზი სულის ძალა და ამიტომაც სამყაროს პროგრამაც მაზეა დამყარებული. სულის ძალას ჩვენ ადამიანები სამყაროს გრავიტაციულ ძალას უწოდებთ. მართალია მასზე სრულ ინფორმაციას ვერ ვფლობთ, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ის აწესრიგებს ყოველივეს ამ სამყაროში. გრავიტაციის კანონს ბიბლიური ანუ ინტუიციური ენა სამყაროს გენეტიკის კანონს უწოდებს, იმიტომ რომ ეს სამყარო ცოცხალი ორგანიზმია. მეც ამის შესახებ არაფერს ვიტყვი, მხოლოდ გამომყოფ ადამიანთა მოდგმის ბედისწერის პროგრამას და მასზე ვისაუბრებ. ბედისწერა შედგენილია საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობით. ამ პროგრამის სქემები საკმაო ხანია, რაც გამზადებული მაქვს, მაგრამ გამოქვეყნება ვერ შევძელი, იმიტომ რომ ამის გაკეთებას შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი პროგრამისტი სჭირდება. აქ ის შემიძლია მოკეთ მოგახსენოთ მისი მუშაობის პრინციპზე. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა განიცდის ადამიანთა პიროვნულად ცვლილების პროცესს, ეს ხელს ვერ უშლის გენის გაწყვეტობას და ვიცით ის, რომ მას მემკვიდრული ბუნება გააჩნია, რაც დარეგულირებულია სწორედ გენეტიკის კანონმდებლობით. რასაც ახლა დავწერ, შეიძლება ამან ძალიან გაგაკვირვოთ, მაგრამ სინამდვილე ეს არის და ის კი ასეთია. გენეტიკის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ადამიანის ბედისწერას და განაგებს მთლიანად ადამიანის არსებობას, დამყარებულია სიტყვის ძალაზე. ეს რომ მართლაც ასე, ამის დაჯერებაზე დაგეხმარებათ ის, რასაც ახლა ვიტყვი. თქო, წარმოედგინოთ ადამიანის სიტყვებით შემდგარი ინფორმაციის შეცნობადობის უნარის გარეშე. თუ კი ამის წარმოსახვა შეძლებთ, მაშინ მიხვდებით, რომ არ იარსებებდა არც ნიჭიერი და არც გონიერი ადამიანი. ვერც ის დამოკიდებულება ექნებოდა ადამიანთა შორის, რაც არის და ვერც ის მიღწევები, რასაც მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება ჰქვია. სიტყვებით შეცნობის უნარია ყოველივე საფუძველი, რაც ადამიანის ძალას აძლევს და რომლის ერთ-ერთი სახეა იმუნიტეტიც. და მის გარეშე ადამიანი მხოლოდ პირუტყვი იქნებოდა. აი ასეთი დიდი ძალა აქვს სიტყვებს ადამიანურ ფენომენში და სწორად გამოყენებაზეა დამოკიდებული ადამიანის არსებობის არსი. ანუ მე იმის დანახება მინდა თითოეული ადამიანისათვის, რომ მას მიცემული აქვს იმის უნარი, რომ ის ძალა მიიღოს კოსმოსიდან, რომლითაც გამოისწორებს გამრუდებულ ბედისწერას. ამ უნარს კი ჭეშმარიტი რწმენის მიღება ჰქვია. მისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ცნობიერება ჭეშმარიტ სიმართლეზეა ორიენტირებული. ხოლო თუ რა არის ისეთი სიმართლე, რომელსაც შეუძლია ახსულება ამ კანონისა, შეიცანით ჭეშმარიტება და იგი გაგათავისუფლებთ თქვენ, მასზე კი ამას მოგახსენებთ. ბიბლიამ ჯერ კიდევ ძველი აღთქმით განაცხადა ის, რომ ბოლო ჟამს ადამიანების გონებას ლამის საღათას წინამდე მიიყვანდა სატანის მიერ საუკუნების მანძილზე სიცრუის სიმართლეთ მიღებით შეძენილი რწმენა. აჰა მომავალი დღეები, როცა მიწის მკვიდრს შეიპყრობს დიდი შიში, დაიფარება ჭეშმარიტება და რწმენისაგან დაიცლება ქვეყანა. აღშირდება უსამართლობა იმაზე ვეტად, ვიდრე ოდესმე გსვენია. გამეფდება ის, ვისაც არ ელოდნენ მიწის მკვიდრონი. იქნება აგრეულობა მრავალ ადგილზე, ხშირად მოევლინება ცეცხლი. მეგობრები გადაეკიდებიან ერთმანეთს. მაშინ დაიფარება გონება და განცალკავდება სიბრძნე თავის ამ ყოფილში. ბევრი დაიწყებს მის ძებნას, მაგრამ ვერ იპოვნის. გახშირდება უსამართლობა და ძალადობა დედამიწის ზურგზე. მოხდება იმხანად, რომ ადამიანებს იქნებათ იმედი, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ. იშრომებენ, მაგრამ ვერ წარემართებათ გზები. ამ მდგომარეობას კი ასეთი შედეგი მოსდევს. სრულმასშტაბიანი საკაცობრიო დონის წარღვნა, რომლის მასშტაბის დაწევის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს და ის კი უფალია ჩვენი სიმართლით წარმოდგენილი ჭეშმარიტების შეცნობასა და მისით მოქმედებაზე გადის. თანახმად კანონისა. ახლა დადგება ჟამი, როცა აღუდგენ დავითს მართალ მორჩს, მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა. გააჩენს სამართალსა და სიმართლეს ქვეყნად. ეს იქნება მისი სახელი. უფალია ჩვენი სიმართლე.